2025 წლის მარტის მდგომარეობით ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 63 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 16.6%-ით არის გაზრდილი. სების სტატისტიკის მიხედვით, მთლიან სესხებში სამომხმარებლო კრედიტებზე 23 მილიარდ 700 მილიონი ლარი, ხოლო კორპორაციულ სეგმენტზე კი 22 მილიარდ 500 მილიონი ლარი. მცირე ბიზნესზე კი 10 მილიარდი ლარი, ხოლო მიკრობიზნესზე 8 მილიარდი ლარი აქვთ გაცემული. ბიზნეს სესხების მიმართულებით პირველ ადგილზე უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე გაცემული კრედიტებია, რომელიც პორტფელიც 2025 წლის მარტის მდგომარეობით 4 მილიარდს აღემატება 100 მილიონი ლარით. ამ სექტორის დაკრედიტებას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის 42%-ით გაზრდილი. დაკრედიტებაში მეორე ადგილზე მომსახურების სექტორია 3 მილიარდ 660 მილიონით, რომელიც 26%-ით არის წლიურად გაზრდილი. მესამეზე უკვე უძრავი ქონების მენეჯმენტია. მეოთხე პოზიციას იკავებს სოფლის მეურნეობა 3 მილიარდ 300 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელით, მეხუთეზე კი ტურიზმის ინდუსტრია, სამასპინძლო სექტორი, მოდი ესე ვიტყვი. მოკლედ, ჩემი აზრით, მასზე უკეთ, ძალიან ცოტას ვიცნობ საქართველოში, ვინც შეაჯამებს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას 2025 წლის მარტის მდგომარეობით. და BMG სახელით პატივია უმასპინძლოდ დავით რუსიას, საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურ დირექტორს. დილამშვიდობისა. მივესალმებით თქვენს მზარდ და დაინტერესებულ აუდიტორიას. დიდი ხანია თქვენთან ყოფილვარ და პრაქტიკულად ძალიან მოგვენატრეთ, შეიძლება ვთქვათ. ანალოგიურად, ბანუ დავით. დიდი მადლობა. დავიწყოთ აქტივების თემით? აქტივების თემით დავიწყოთ. ჩვენ მარტის მაჩვენებლად 98 მილიონ ლარზე მეტ აქტივს მართავთ. აქ რა თქმა უნდა ორი მიკრობანკის შემომატება მიქონია ლომის წილი, დაახლოებით 763 მილიონი ლარით, ასე ვთქვათ, შეგვემატა. და თუ კვარტლის მაჩვენებლებს შევხედავთ, ბატონ გიორგი, კვარტლური ზრდა წინა წლებთან შედარებით ყველაზე დიდია, ანუ 2.33%. ეს წლის პირველი კვარტლისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. დოლარ გამოხატულებაში ბარებს შევატყობინოთ ჩვენს მაყურებელს, ეს დაახლოებით 35.5 მილიარდ დოლარს უტოლდება, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც აქამდე, ასე ვთქვათ, საბანკო სისტემაში დაფიქსირებულა. ერთ სიტყვას ვიტყვი საერთაშორისო თანამშრომლობაზე, საქართველოს საბანკო ასოციაციას 2 დღის განმავლობაში გსტუმრობენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენთან მიღწეული შედეგებით, ძირითადად მათ დაინტერესება არის რიტეილ სექტორი, საცოლო და აზერბაიჯანის საბანკო ასოციაციაა. აზერბაიჯანის საბანკო ასოციაციამ გაუკეთა ორგანიზება და შესაბამისად 20 ბანკერი დღეს სტუმრობს, ასე ვთქვათ, ჩვენს დედაქალაქს. მართალია წვიმიანი ამინდია, მაგრამ ეს სამაგეროდ შეუწყობს ხელს, რომ უფრო მეტი დრო გაატარონ შიგნით ბანკში და საკმაოდ კარგი კონტაქტები და ინფორმაცია წაიღონ. მათთან ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ სექტემბერში ჩვენი გუნდი ჩავოდა აზერბაიჯანში ESG მიმართულებით გააკეთებს, ასე ვთქვათ, სემინარებს, რაც ჩვენს ორ საბანკო ასოციაციას ძალიან, ასე ვთქვათ, უმყარებს თანამშრომლობას. ამ მიმართულებით ლევან გოგოლაძე კურირებს ESG მიმართულება საბანკო ასოციაციაში და მას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ჩვენ დავინტერესდით რამხელა აქტივს მართავდა საბანკო სექტორი აზერბაიჯანში და ისინი მართავენ დაახლოებით 32.5 მილიარდ დოლარს. ანუ დაახლოებით 3 მილიარდ დოლარით უფრო მეტი ვართ, ვიდრე აზერბაიჯანის საბანკო სექტორი, რაც ასევე მისასალმებელ ფაქტად მიმაჩნია. აქაც აქტივებს გამოვყოფთ, ხო, ბატონო? იქაც აქტივი ვთქვით და აქაც აქტივი ვთქვით. და ჩვენ 3 მილიარდით მეტი. ჩვენ 3 მილიარდი დოლარით მეტია, რაც მათ რო შევატყობინოთ, მათთვისაც ასე ვთქვათ, სურპრიზი იყო. მინდა მადლობა გადაუხადო Liberty Banks, მინდა გადაუხადო მადლობა Silk Banks და საქართველოს ბანკს, რომლებიც შეგვეხმიანენ, ხარი დაგვიჭირეს და მათ მასპინძლობენ, ასე ვთქვათ, და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. თუ ჩვენ ასე ვთქვათ დეპოზიტებსაც შევხედოთ თუ რას ახლა დოლარიზაცია. ერთი-ორი სიტყვით ეკონომიკურ ზრდაზე ვთქვათ, თუ შეიძლება ამ თვეში მსოფლიო ბანკმა შეამცირა ცოტათი პროგნოზი 5.5%. კი ბატონო, მაგრამ სავალუტო ფონდმა სამაგეროდ 6%-იანი ზრდა ექნება საქართველოს ამ წლის განმავლობაში და დაახლოებით 3.6% ინფლაციაა. საერთოდ პროგნოზებს რო აკეთებენ მე ის მიყვირს. ამ ხულ სიტუაციაში იმდენად ცვალებადია. ცვალებადია, თუმცა უნდა ვენდოთ მათ, იმიტომ რომ ძირითადად სწორებას მათზე ვაკეთებთ, ამავე დროს სომხეთის მიმართულებით ამბობენ, რომ მათი ეკონომიკა 4.5% გაიზრდება, ხოლო აზერბაიჯანის 3.5%. ანუ კავკასიის ქვეყნებში მიმართულებით საკმაოდ კარგ ზრდას პროგნოზირებს, ასე ვთქვათ, როგორც სავალუტო ფონდი, ასევე მსოფლიო ბანკი.
აქტივების მიმართულებით ვიზდებით და მინდა აღვნიშნო ამ კვარტლის მაჩვენებლით ხალხ ბანკის აქტივობა, რომელმაც მილიარდელთა, ასე ვთქვათ, ესე იგი 1 მილიარდ აქტივს გადააჭარბა უკვე და 1 მილიარდ ჯამში რამდენი ყავს ზონ დავით, ვინც მილიარდს გადააჭარბა უკვე? 9 საბანკო დაწესებულება, 19 საბანკო დაწესებულებიდან, ასე ვთქვათ. შარშან რამდენი არ იყო? ერთით ნაკლები იყო, ერთით ნაკლები იყო, აი ხალხ ბანკმა, ასე ვთქვათ, აინაცვლა და იმედი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ გაგრძელდება. წელს შეიძლება ერთი კიდე ბანკი დაგვემატოს, თუმცა დაახლოებით 300 მილიონამდე აკლია, ასე ვთქვათ, უკვე, რომ ეს წლის ბოლოს მიაღწევს თუ არ მიაღწევს. თვითონ საბანკო სექტორი იმედი გვაქვს, რომ ივნისისთვის 100 მილიარდიან ზღვარს გადააჭარბებს, ხოლო წელს 110 მილიარდით, ხა ეს 100 შეიძლება ძალიან ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ რაღაც ესეთი მანიშნებელია, რომელიც ზღვარის მე ახალი ზღვარი იწყება, ახალი მწვერვალი იწყება და იმედი გვაქვს, რომ 100 მილიარდიან ზღვარს ჩვენ ივნისში უკვე ძალიან ადვილად ასე ვთქვათ, დავლაშქრავთ. რა თქმა უნდა, საბანკო სისტემის მიმართ ინტერესი მაღალი არის. უნდა ვთქვათ, რომ ორი ბანკის აქციები, ისე როგორც სოფლიო ეკონომიკა, ისე ვოლატილობს, მაგრამ დღესდღეობით დაბრუნებული არის თავის ძველი ზრდის პოზიტიურ ტრენდს და მოქალაქეებს, ვისაც ასე ვთქვათ, ინტერესი აქვს უცხოური აქტივების გავსად, მოუწოდებს, რომ ქართულ საბანკო სექტორის აქტივებშიც, ასე ვთქვათ, აქციებშიც გააკეთონ ინვესტირება, იმიტომ რომ თვალნათელია და ყოველთვე პრაქტიკულად ჩვენ ვაშუქებთ მათ მაჩვენებლებს. რა შეგვიძლია ვთქვათ საკრედიტო პორტფელიზე? საკრედიტო პორტფელი ასევე მზარდი არის, დაახლოებით 3.04 მიასედით არის გაზრდილი, ასე ვთქვათ, დაკრედიტება წინა წელთან მიმართებაში და დოლარში არის დაახლოებით 4% გაზრდილი, იმიტომ რომ კურსის ეფექტის გათვალისწინებით, ასე ვთქვათ, დოლარულ გამოხატულებაში ცოტა მეტი გვაქვს. როცა ჩვენ სესხზე, დეპოზიტებზე, აქტივებზე ვსაუბრობთ, ბატონო გიორგი, ალბათ ისევ დოლარიზაცია არ უნდა დაგვაუწყდეს, რომელიც ეროვნული ბანკის დღესასწრიდან არასდროს არ მოხსნელა და უნდა ითქვას, რომ წინა წელი ეს დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან, ასე ვთქვათ, ჯიუტობდა, ანუ ზრდისკენ იყო, ასე ვთქვათ, გადახრილი. დღეს ცოტა სტაბილურობა არის ეკონომიკაში, საზოგადოებაში და მან ასევე ცოტათი შემცირება დაიწყო და დღეს, ასე ვთქვათ, დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 42%-ის მიმართულებით მოძრაობს. შემცირებისკენ, რაც პოზიტიურად მიმაჩნია, ასე ვთქვათ, დღევანდელ ვითარებაში. რაც შეეხება დეპოზიტებში დოლარიზაცია ცოტათი მეტია, 53%-ს აჭარბებს. ეს ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ყოველთვის მომხმარებელი ცდილობს, რომ ძლიერ ვალუტაში ჩაჯდეს, როდესაც გაურკვევლობა არის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ასეთი დიდი სატარიფო, ასე ვთქვათ, მოქმედებები დაიწყო, ხო? მიუხედავად ამისა, დოლარი მაინც ერთ-ერთ ძლიერ ვალუტად ითვლება და ეგეთ ვალუტად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადმინისტრაცია ფედს თხოვს, რომ პროცენტების შეცვალეო, გავეცანი, რომ არ ჩქარობენ, ამბობენ, რომ ეს სატარიფო თემები ალბათ 1 ივლისამდე ამერიკის ეკონომიკაზე ასახვას არ ჰპოვებს და ამიტომაც ახლა 7 მაისს არის ხდომა. დღეს შევატყობინოთ მოსახლეობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის 100 დღე სრულდება, ეს რაღაც ესეთი ნიშნული იყო, რომ 100 დღეში თქვათ, რას გააკეთებს ადმინისტრაციაო. ყოველ შემთხვევაში ახალი ეტაპი დაიწყება და არ ვფიქრობთ, რომ ფედმა შეიძლება განაკვეთები რაღაც მნიშვნელოვნად შეამციროს, იმიტომ რომ ისინი მშვენივრად აკვირდებიან ეკონომიკას და ალბათ 7 მაისს ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომა არის და შეიძლება ისევ შეგვინარჩუნდეს, ასე ვთქვათ, დღევანდელი არსება. რომ არ შეიცვლება. ალბათ არ შეიცვლება თუმცა დავაკვირდით. ჩვენი მოსაზრებები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე. დეპოზიტების მიმართულებით მაინც და მაინც ზრდა არ გვაქვს, ჯერჯერობით კვარტლის მაჩვენებლით. ეს ყოველთვის ხდება ეგრეთ წლის ბოლოს და დაგროვილი, ასე ვთქვათ, ნაშთები. მერე წლის პირველ, ასე ვთქვათ, კვარტალში, პირველ ნახევარში ნელ-ნელა გაიწოვება, ახალი საქმიანობა შეიდება, ძველი ვალების გადახდა ხდება და შემდგომში უკვე ივნისიდან ისევ ხდება, ასე ვთქვათ, დეპოზიტების დაგროვება და ნაზრდი. რაც ჯერჯერობით ახლა თქვენ ეთერამდე ვისაუბრეთ, რომ რამე ეს კარდინალურ ცვლილებას ამ ეტაპზე საბანკო სისტემაში ადგილი არ აქვს.
და მივდივართ სტაბილურად ვითარდებით. რა შეიძლება აღინიშნოს დამატებით, ეს არის რომ წელს ალბათ 2.9 მილიარდ ლარის მოგებაზე გავალთ. ინდუსტრია, საბანკო სისტემა, ეს ოდნავ ნაკლები იქნება ალბათ წინა წლის მაჩვენებელზე. თუმცა სულს და შეიძლება არ კონდეს, იმიტომ რომ გჭირდება ასე ვთქვათ ახალი ინვესტიციები, გჭირდება გადაიარაღება და გარკვეულწილად ეს თუ 3 მილიარდს მივახციეთ, ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება საბანკო სისტემისთვის. ანუ რაიმე ტიპის თქვენ პროგნოზებში რადიკალური ცვლილება 2025 წელს მოსაოდნელი არ არის და ჩვენ იდეაში სწორედ იმ გარე ფაქტორებზე ვართ მეტწილად დამოკიდებული, რომელიც მომდინარეობს იმ სატარიფო პოლიტიკიდან, რამაც საკმაოდ რთული ვითარება ჩამოაყალიბა. შეიძლება თქვენ არ გერთულებათ. იცით როგორ არის, მოლოდინები ყალიბდება ყოველთვის დიდი მოთამაშეების ქმედებებით. თუმცა, როდესაც კითხულობ, რომ დიდი მოთამაშეების თვითონვე რთულად არიან, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული რა იქნება ხვალ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია რომ ის საქმიანობა, რასაც საბანკო სექტორი, რასაც ჩვენი მეწარმეები, თითოეული მოქალაქე აკეთებს, გავაგრძელოთ, განვახორციელოთ, ხოლო დიდი მოთამაშეების ქმედება ძალიან სწრაფად იქნება ჩვენს მიერ აღქმული. დაახლოებით 15 წელს წინ წავიკითხე, რომ როდესაც რაღაცას დიდს დაგეგმავს რომელიმე სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებს ჭირდება მაქსიმუმ 9 საათიდან 4 საათამდე რომ ეს გაიშიფროს, გაანალიზდეს, იმდენად ხელმისაწვდომი არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, ხელმისაწვდომი ამ ბევრი ინფორმაციიდან, რა თქმა უნდა, უმეტესობა არის მხოლოდ ინფორმაციული ხმაური, ხოლო ამ ინფორმაციული ხმაურიდან რასაც გამოვარჩევთ და ასე ვთქვათ, ჩვენ მოქალაქეებისთვის გასაცნობად ჩავთვლით საჭიროდ და აუცილებელს, თქვენი ეთერის მეშვეობით, თქვენი მეშვეობით მოვდივარ და მათ ვაცნობთ. მადლობა დავით რუსიას, საქართველოს საბანკო ასოციაციას, მის ანალიტიკურ დირექტორს მობრძანებისთვის, მას წარმატებებს და განვითარებას უსურვებს ზუსტად ისე, როგორც საბანკო ინდუსტრია ვითარდება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.